მოგესალმებით ყველას. Დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Gravity Falls დღეს უნდა ვნახოთ ერთდროულად 3 სერია. ერთდროულად რა? ერთ ვიდეოში 3 სერია. იმიტომ რომ მალე მივახლოვდეთ პირველი სეზონის დასასრულს. კარგი სერიები წამოვიდა მომენტებში, მაგრამ ერთი სერია იყო, რომელიც დიდად არ მომეწონა ეს Bottomless Pit წინაზე. ზოგადად რომ თქვა, რომ Gravity Falls-ი არ მომწონს, არა Gravity Falls-ი მომწონს, ძალიან საინტერესო სერიაა, მაგრამ საკმაოდ არეული ის არის სერია. ერთი სერია თუ ძალიან კარგი იქნება, მეორე შეიძლება ცოტა არ მოგეწონოს. ერთი თუ საშუალო იქნება, მესამე თუ საშუალო იქნება, მეოთხე შეიძლება საშინელი იყოს. მეხუთე შეიძლება უბრალოდ კარგი იყოს, მეექვსე ნორმალური, მეშვიდე საშუალო და ასე. ზოგადად რომ თქვა, რომ ძალიან ცუდი სერიები იყო, არ ყოფილა. ანუ ყველა თავისებურად მომეწონა. მიუხედავად ისე, რომ ეს მე-14 სერია უფრო არ მომეწონა, ვიდრე მომეწონა. მაგრამ მაინც კარგი იყო. ასე თუ ისე დავიწყოთ, იმიტომ რომ შესავალსაც ვერ გავწელავ, დიდი ხნით 3 სერია გვაქვს საყურებლები. და ისეც სათავე ნახო The Deep End. Deep End. კარგი. შეიძლება ეს 200-ოვნად მივიღოთ თუ 200-ოვანი მათ რა ფრაზად The Deep End. ნახოთ რა იქნება. კარგი. Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-15 სერია. The Deep End 3, 2, 1 დავიწყეთ. მოემზადეთ Gravity Falls-ის მაცხოვრებლებო, რადგან დღეს მოსალოდნელია 43 გრადუსი სიცხე. ეს რაი? გაცრავად. ვისაც დღეს არაფრის გაკეთება უნდა თქვას. რა ხდება? ამ გოჩს სახლიდან გავაგდებ. გამომააშკარავე გოჩო. ნათელ მხარეს შევხედოთ. ხუმრობა იგულისხმებოდა. დღეს Gravity Falls-ის აუზი იხსნება. Gravity Falls-ის აუზი? დღეს ხუმრობა იგულისხმა? ბავშვებო, დამეხმარეთ. შემწვარი იქნება ხა ერთხელ. კარგი, წავედით აუზზე. ამიგრე. მოერიდეთ შემთხვევით ცეცხლებს. რას? კარგად იქნება. ჯერჯერობით მონსტრები შევამჩნიებადო. Gravity Falls. გახმოვანებულია აჯარანეთ და ფილის კატრიბოში. კაი. მაგაგეთიც. საფულის ციმციმა უაზესი. უცხოებთან სველვანაში ჯდომა. ავტობუს გავს, მაგრამ სველია. ზეს სათვალე რა თუნდა. თუ ჩაუღრმავდები. შეჭერდით. ეს ვინ არის? ზე ტიპერისადაც მე აფეხსაცმლებით არ წამოვიდოდი. ჯორი დადის. ეს ტიპი აუს არასდროს დავეცო. მისტიური მარტოსულია. ცხელა თუ ამ ბიჭის ბრალია? წლის ყველაზე ცხელი დღეა, მაგრამ შეგიძლია ერთი კვირა გაძლო ისე, რომ არავინ მოგეწონოს. არ შეუძლია. ესამბო. აშკარად მოგხილო. მიდი გაიცანი. მადიში? ზეკეთებ. მადიში. ალამასია. მეიბელი ლობარაგის გარდაკვეთს აკეთებს. დაიმოს ბიჭისთვის არც კი უკოცნია. ვიცით. გალები. ვენდი. მაშველი სად არის? მე მაშველი. წესებსაც მე ვადგენ. ასე. წყლით მესმის და. აკუჩო.
გავიგე რომ მაშველებს უფასოდ აჭმევენ. თანაც ყველაზე კარგი ადგილი მაქვს. მართალია. დიპერს უნდა ცილი გამიგრძელდა. შენ და ვენდი საიდუმლო მისტერები შეჯიბრი გაქვთ? მე მგონი შენიგებ. ვაი. დიპერს ვენდის საერთოდ უნდა. წლიანი ბუშტები ესროლო? სიამოვნებით, მაგრამ დღეს გასაუბრების დღეა. დამხმარე მაშველს ვეძახ. და მე რომ ვიყო დამხმარე მაშველი. მაგრად გავერთობთ. ე ჩემს ბოსთან მისტერ. აუს ცოლთან უნდა დაასწრო. შენს ბოსთან? კაი. მიდი დიპერ შეგეშინდება. რატომთხოვა რომ შეგვდი? მიუხედავად არც ვიცნობ ერთმანეთს. რამდენი ხანი იყავი წყალქვეში? ნიშნულობა არ აქვს. მე მეიბელი მქვია. ოლა. აბსტ. მომწონ შენი უმოწ ძნობა. რასასაც ილოხარ? და რა ლამაზით მაგ. სულელურად არის ჩაყვეული. წინამრეგი ხომ არ ხარ? მეიბელ რა პირდაპირ ხარ? მოსწონ ხარ. მიდი მეიბელ. დრო პაიმანზე მიიწვია. არა. არ გინდა გავშრეთ. რამე ვჭამოთან. შიშო არ შევიძლია. მე ერთი საიდუმლო მაქვს. და უნდა წავიდე. მე წინა. საიდუმლო. თუმცა დავინტერესდი. რა თქმა უნდა ამიტომ დაინტერესდი. იმაჩნია რომ კარგი მაშველის დამხმარე ვიქნები. SPF 100. კარგია. მომწონთ ხარ. მარტივი სამსახური არ გეგონოს აქ არეულობას უფებს. კი. ვფიქრობ გამგვლავდები. ჩემი ხელი აუზის ფილტრავს შეეწირა. აკაურობა მეგობრული ჩანს, მაგრამ გამეცინება რა სასაცილო სუოცარ იყო. გონია ყველაფერი გამიგება. გონია? კი. კი, ალბათ. ესეც ესე. კეთილი იყოს ღრმა დასასრულში შენი მოსვლა. ღრმა დასასრულში. ამას არ ველოდი. აი ისიც. ტოლი დისტანციით ბარიდან და საპირფარეშოდან. საკმარისი რაოდენობის მზითა და ჩრდილით. მოხუცი მაკაკეთის მოშორებით. სრულყოფილი შეზლონგი. მანქანაში რომ ლეგენდებს მიყვებოდი სინამდვილე ყოფილა. ამჯერა რომ უკვე დაკავებული არ არის. და ახლა დაიკავებები. ვიძები და ჩემი გახდება. გამარჯობა სპორტ. ირეონ. მოშორდი ჩემი სკამიდან. მერტო შენი ადგილი იყო? არ ვიცოდი. არადა ძალიან კარგად. ძალიან კარგად იცოდი. ვინც პირველი მოვამისია? ნუ ჩვენ პირველები ვიყავით ისე. ახლა გაჩვენებ პირველს. კარგი რა ვენდი, მოხუც კაცს ამას ვერ გაუგეთებ. ვადიშისთან, ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა არის. ვენდი სამსახურში ამიყვანის. მაგარია, ჩვენი ძალები დავტოვებით. მაგრამ ბოსმა რომ გამოგვიჭიროს, ემოციურად მერყევი ჩანს. კი. ჩანს. ნუ ხალა. ხელად უნდა იყო და მარჩა. შემაჯიბრე სირბილი საკრძალულ ზონაში. აკრძალულ ზონაში. ეს მართლა ცნობილი იყო. რამდენი ხნით ჩაქვსეს? 2 საათით, მაგრამ უდანაშაულო ვარ. გაუზის ციხე ცუდი არ არის. დავარია დილეგში არ მოხდე. ყველაზე მეტად გამით მიჭერს. გამით. აი. გამარჯობა. სენდვიჩი მოგიტანე. სველია, მაგრამ კარგია. მე მიყვარს გაზიარება. სენდვიჩების. საიდუმლოების. მითხარი შენი საიდუმლო ჩვენია რო უცნობა კაცო. სველი სენდვიჩი მართლაც გემრიელი ჩანს. კარგი, მაგრამ არავის გავხილო, კარგი? ჩემგან თავი შორს და ყველაფრის, ყველა სეტყვის. გესმის? რადგან მე კაც თევზა ვარ. კაც თევზა. შე? მადლობა ღმერთს. მეგონი შეყვარებული ყავდა. რა, კარგი დროს იმას ვქენით, დეცა.
ბოდიში უნდა მოგიხადოთ და მირეკეს და გასვლა მომეწია კიდევ კარგი ამოჭრის მომენტიდან უკვე იყო ეგ მომენტი რა რომ შემეძლოთ ჩვეულებრივად გამაგრძელებინა და რენდომულ მომენტებზე არ გამეპაუზებინა ასევე წვიმა დაიწყო გაგეცდეთ ხმაური თუ შეგაწუხებთ ბოდიში ხდი მეც ვერაფერს ვზან ყველაფერი ჯერ ეთაკურული გვაქვს ისედაც მე ხმა მეც შემოდის ერთ წამით ხო ეს სიტყვით ვიტყვი რომ კაცთევზა საკმაოდ მოსაოდნელი იყო იმიტომ რომ ფეხებს მალავდა ის ყოველთვის ისე ეჭირა ეს დაფა მაგრამ მე რაღაც არ ველოდებოდი თუ რა ანუ არ გამკვირვებია დიდად მაგრამ არც ველოდებოდი 3 2 1 გავაგზავნეთ მეგონი შეყვარებული ყავდა მეგონი შეყვარებული ყავდა უნდა მიმღარიყავი უცხოელი თევზისენითაც ეს ესპანურია ესეთი ბოხია რამდენი წლის ხარ 12 ეს სამი წლის ასაკში უბუხდებათ მე ზოგი მერმანდოს მეძახის მერმენდო ალბათ რადგან ასე მქვია მერმანდო შენ ერთ საუში რომდა ტრაგიკული ეს რა სამწუხაროა სწორედ მეგობრებთან ერთად მექსიკის ყურეში ვწურავდი როცა დამატყმებეს ნუ თუ ჩვენ ლამაზი გაცდევზე დავიჭირეთ მისი ხორცი ვჭამოთ და სადურთო გრავითი ფოლსისკენ მიდიოდა მაქსიმალურად ვეცადე გავქცეულიყავი მაგრამ არ გამომივიდა აუ ანუ პრინციპში ჩანჩქერი ბანამდე არც იქნებოდა დანახი უწყლობა მომყვალდა ტყის ცხოველები რომ არა გადაგწეთ ლოგმა აი ახლა რადგან იცი მე რაც ვარ ალბათ უცნაური შექმნა აი რა სულ არა ყველაზე კარგი ბიჭი ხარ ვისაც შევხვედრილ ვარ და გიტარაზე ერთი აკორდი იცი ერთი აკორდი შენაირი ადამიანი ჯერ არ მინახავს გინდა მარკო პოლოს თამაში შემომიერთდე კი მერმან ასევე ბეიფელისის მაისური იმას მეგონებს რა ქვია უი აღუჩევს სტივენს როეცო სტივენ უნივერსი ორიგინალურ მაისურს შეიძლება ის ტრედიც იყოს შეხედეთ სკამის კურს შეხედეთ ვერ შევეხებით ხო ეს ბავშვი უნდა გავუწიოთ თავი ერთო რა ჭირს ამას აპატიეთ აი უბრალოდ გამოვიდა დაბრუნდით რაღაც შეტევება გახდა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე Gravity Falls-ზე რა 3 2 1 გავაგრძელეთ Gravity Falls-ზე დოროროსი კიდე კაი ავატარზე არ ხდება ასე შეხედეთ სკამის კურს შეხედეთ ვერ შევეხებით თორემ ისევ დამაპატიმრებენ ჰაუდი პერგავედი როს რეალია ბრა უნდა დავწვა მაშველები ვალები შეგვე სუს გასაბერო იყო შენ ხარ სუს მე ვარ შე ვიცოდი რომ ცოცხლები იყავით ჩვენ დაგვიმონეს სუს გაგვათავისუფლე გასაბერი იყვების რევოლუცია იწყება ახლა შეჩექსორე ციხეში აუზი იხურება დატოვეთ აკაურობა აუზის მცველი რა არ შეეხოთ მაშველის ასისტენტო სასიამოვნო საღამოს გისურვებ საცავი ჩემს მაგივრად ჩაკეტე კაი აუ აუზი იხურება ამაღამ გნახავ კარგი სასეირნო წავიდეთ მე გაცდევზა ვარ გაცდევზა მართალია მე დავბრუნდები ამაღამ საკმაოდ მალე დაიხურა ისე შუა დღის საათებში ვაუ აი ადამიანური დღიური ეს მე ვდგავარ ფეხებზე
აქ დიპერს ფეხებში ვურტყამ. ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა. წარმოგიდგენია როგორია უფეხობა? კი, წარმოვიდგენია. გამოგდავოთ. მე ჩემი ოჯახი. აქ ვთამაშობთ. რა ხდება? მეც მყავდა ოჯახი ოკეანეში. ძალიან მენატრე. კაცთევზების ოჯახი. მერმენდო, რატომ მარტოვებაოს? ერთხელ ვცადე, მაგრამ ამისთვის სიმამაცია საჭირო. ვერ ტოვებს. აუ. მე რეგლები. აი რა. თუმცა ახლა მიხარია რომ აქ ვარ. გლები. შენ გაგიცანი. აი მე, პირველი კოცნის მომენტი. დროა გაბედა. არა. პირს რას უშვები? მე არაფერს. ჟავე კამფეთს ვჭამდი და სიმჟავისგან დამელა. როგორც შენს კაცთევზებმა არიცენ კოცნა. გორი. არა. ნუ კოცნა. ხო, მიხვდით რა. ოპა, პრიცერები. ეს ეშინია. მეც. ასიკულა. ამ სამსახურით მთელი ზაფხული გავერთობით. თელი ზაფხული. ო. კაია. ბაინს მოდი აქ. სიტყვა ხომ მომეცი რომ აუზის წესებს პატივს სცემდი. მისტერ აუზის მსვლელობი რიხარდ? ეგ უმნიშვნელოა. და ეს სამსახური შეინარჩუნა. ინა ეს კაცი. ვიღაცა მწუხელ ჩვენი ერთადერთი აუზის კაპკი. ო, ესეც პრობლემა. ნივთი რომ დაიგარგოს, გაგათავისუფლებ. იმეც არ გაგიცნობთ. მერმენდო, მოემზადე. მერმენდო, კარგად ხარ? ოჯახი გენატრება არა. საკმარისია. შენი ბედი მაღელავს. ასეც ვეღარ გიყურებ. აქედან უნდა გაგიყვანო და ოკეანეში დაგაბრუნო. მაგრამ გაქცევა შეუძლებელია. ამაღამ აქედან გავალთ. ბოდიში, წყალმა ასე იცის. იცის კაცთევზია. კარგი დიპერ. გეგმა შემდეგია. დავიჭერ მძარცველს, დავიცავ მარაკს, შევინარჩუნებ სამსახურს და ბოლოს ვენდის ცოლად მოვიყვან. შეჭერდი. ბაბუძი ესდენ. თუ არეული ვარ. თან ვლაპარაკობ. კარგი კუდი გახურავს. შენ ანადგურებ მარაკს. არა. ჩემი დანაშაული მაგაზე უკეთესია. იმ ადგილს დავიკავებ და გიდეონს აქ დავხვდები. შემდეგ ალბათ გავანადგურებ მარაკს. ახლა ხანს დაღამდა. კარგი, მივდივარ. არასტენს უნდა ვაუ და გამოვტოვეთ მაინც და მაინც ეგ. ზად ხარ შენ ოჯახთან შესახვედრად? კი, მაგრამ კაცთევზე როგორ შეძლებს გაქცევას? ჩემი თავდაპირველი გეგმა იყო, რომ თევზის ფილეები ჩემთვის პროტეზული ფეხები გამეკეთებინა. თევზის ფილ. საინტერესოა. მე მივხვდი რომ ამ კონტეინერით გადამეყვანე. ვინ არის მანდ? სწრაფად დამალე, ვერავინ ვერ უნდა დამინახოს. მეიბელ, კიდე ვინმე დარჩა? სუსიც აქ არის? კი. კარგად ვარ. ზალში დაბრუნდი სუს, კარგი. აქ რა გინდა? ისე უბრალოდ. კონტეინერმა ჩაახვალა? ნუ სულელო. შიგნით კაცთევზა არ არის. თუ ამის თქმა გინდოდა. კაცთევზე ვინახსენა? მეიბელ თამაშის დრო არ მაქვს. მარაკს თუ არ დამიბრუნებ ამ სამსახურს დავკარგავ. მესმის. ნახე, ვენდისაც ურეო კოსტუმში. მართლა? აპეტია. მეიბელ. ხო. მიდი მეიბელ. რა? იქნებ ყველანი გადარჩეთ. ეს ბავშვი მართლა გადარჩება აქ. სახლში მიგიყვან. დამიბრუნე მარაგი. ჯანდაბას მარაგი და შენი კუდი. ნახე, Gravity Falls-ის ტბა. დავაბრუნოთ ესე. რა? ზადავისუფალია. ქალების ტუალეტში რატო იყავი შესული? ახლა ის გადამჭენი აქ 15 საათით დავწვე. აუზის გახსნამდე.
არა, მოსაწყენია. კარგი გეგმა იყო. ისკაი. იდეონი. გონი ვიღაცამ ჩაგვიქროლა. ალბათ სიზმარი იყო. შენთან მუშაობა ისედაც სიზმარი. ვერ სუნთქავ. იჩქარე. კარგად ვარ. კარგი დამთავრდა. მომაწოდე კონტეინერი. არასდროს. რატომ? რა შეგჭირდება? კონტეინერი. ჩემი ახალი მეგობრის გადასარჩენად მჭირდება. სახლში უნდა დავაბრუნო ერთმანეთს. თმებიც კი დავარცხნეთ. კონტეინერში უნდა იყოს, იმიტომ რომ წყალი ჭირდება, რადგან კაცთევზა. კარგად ფარავს გვალს. დიპერ? კი, ნაბეთანი კარგად. სასიამოვნოა. დამბები. წყალი. Agua in necesito. მერმანდო. თვალზე რა. შენ მაშველი ხარ. ხელოვნური სუნთქვა ჩაუდგა. წყალში ისრო. მერმანდო ჩაისუნთქე. კაცთევზები ჰაერს არ სუნთქავენ. უბრალოდ ვთქი. ეს იზღება. მეც. ვერ ვიდან. ვერც მე. შანტაჟი. მადლობა გადაცემა. შანტაჟი, ვაუ. ბაში ჩაგეგორებინეთ. ახლა შეგიძლიათ. ეს კრინჯობა იყო სიმართლე თუ განტერსებთ. ყველამ დამასუსტა. ჩემი ოჯახის წევრებს ხმას ვერ მივაწვდნენ. ეგ პრობლემა უკვე გადაჭრილია. მეიბელ ეს აუზის ნივთებია. სამსახურს დავგარგავ. დიპერ. არიცი როგორია, როცა ვინმე შეგიყვარდება და თან ხვდები, რომ არაფერი გამოგივად. თუმცა მისთვის მაინც ყველაფერს აკეთებ. აი დიპერ მაინცის. პერმეცის. მიეცი მერმანდოს მეგაფონი. მადლობა დიპ. მეიბელ, შენნაირი არავინ შემხვედრია. მეც. ზომბებს, ჯუჯებს და საყვარელ ვამპირებს ვარ ჩავთვლით. ვამპირები მე არ მახსოვს. ყველაფერს ხომ არ გიყვები. მერმანდო. ვამპირები ფანტაზია იქნება. კარგი, ეს აზიზღრობა. კარგი. ამით შეგიძლიათ ავასრულოთ. ეს შენიც იყო. აუ, კი. ხო, მე მახსენე. ფოტო გვაქვს. ნახვამდის მეიბელ. სწორედ მოიქეცი, დიპერ. ხო. მოიცა, ერთი რაღაც. ყოველთვის მინდა და ამის გაკეთება. ახ მეიბელ. დანგრეული ღობე, დანჯღრეული მანქანა და დაკარგული მეგაფონი. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ჩემი ბრალი ესე, ბოდიში. მომეცი სასტვენი. აღარ იყო საჭირო. თუ კიდევ აუ, სტვენსახარდი. თავისუფლები ხართ. გაერთიანდით იყვებო. შენ. დაიჭირე. ვერ გამოიცნობ რა მოხდა. სამსახურიდან გამათავისუფლეს. განმიხნე რომ ბევრს ჭამდი. მაინც რამდენს? აუ. გინდა სხვაგან დავარღვევ წესები. რა თქმა უნდა. აუ, ერთ და ირები არიან რა. მოგოდ მართლა. აუ, იმ ბავშვმა მიეწოდა? ძირფასო მეიბელ. უკვე ოჯახთან ერთად ვარ ბედნიერად. ჩვენი პირველი კოცნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. უпростоრად გულებში, რადგან 17 მაქვს. 17. ცუდია, მაგრამ სიმართლეა. შემდეგი წერილებიც გზაშია. სტენფორდ. ხედავ რომ მოიგე. იქ დადე. რა ხდება? შენი გეგმას გავითვალისწინე და ღამით გამზე წებო დავასხი და ტბი ადგილით სამუდამოდ. რაღაც მიანიშნებს რომ გიდეონს უნდა მოხდეს. ბავშვებო.
ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები ალექსანდრე ქურესბედიანი და ნესტან ხახუბია, ხმის რეჟისორი ზურა კოკლიანი. არც გიდეონმა ცოტა მოახერხა ჩემი ნერვების მუშლა, უსაწყალი ბავშვი. ვაუ, ამერიკის დროში არ დაგვაწყდეს. ვაი. ესე იგი Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-15 სერია. The Deep End. გასაგებია Deep End რას ნიშნავდა? სერიას რაც შეეხება აი არ ვიცი რა ვთქვა. მინდოდა მეთქვა საშუალო არის თქო, მაგრამ რო დავუკვირდი ახლა უფრო მომეწონა, ანუ ნორმალური, სოლიდური სერია იყო, ჩვეულებრივი რა, ასე ვიტყვი. არც ძალიან კარგი, არც ძალიან ცუდი, საშუალოზე მაღალი. მეიბელის ამბავი მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ. კოცნას არ ველოდებოდი. თორემ ახლა შეყვარებული მეიბელისთვის ეგ პირველი არ იქნება. მართლა მეთქვა, ზომბი, ჯუჯები, ვამპირი დიდი ალბათობით გამოგონილი იქნება, მაგრამ რავი. გიდეონი იგივე, მას ცოტა მომიშარა ნერვები ამ სერიაში, როგორც ყოველთვის კი საზღარი ბავშვი არის, მაგრამ ნერვებს არ მიშლის ხოლმე. აი ახლა ნერვები მომიშალა. რაც შეეხება დიპერს და ვენდის, მე არ ვიცი რა, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. თუმცა თავარი ეგ რამ რაც უშლით ხელს ურთიერთობებში ეს არის ასაკი. ვენდი რომ იყოს 12 წლის, დიპერი რომ იყოს 15-16-ის, კი ბატონო, იმიტომ როგორც მითხარით ვენდი არის 15-ის, დიპერი 12-ის და რავი, 3 წლით უფროსი. ნუ ახლა მეც ვიტყვი, აი ახლა ახალგაზრდობის პერიოდში რა თქმა უნდა ახლა ცხადია რომ ეტყობათ ეს განსხვავება, ანუ დიპერი რომ პატარა არის მეიბელთან შედარებით, ვენდისთან შედარებით. მაგრამ ესე 16-17 წლის რო გახდება დიპერი, არ მგონია იმდენად დაეთქოს, ანუ ზოგადად არ მგონია რომ ვენდისთან ერთად დარჩეს მაგით დავაგრძელებ, მაგრამ აი ისე ფაქტი რომ ვთქვათ, არ მგონია რომ დიდად ეტყობოდეს განსხვავება. 3 წლით უფროსი არის ვენდი. ამ შემთხვევაში 3 წელი ბევრია, მაგრამ ზოგადად ახლა ბევრი არის ასეთი წყვილი, სადაც გოგო არის ბიჭზე უფროსი. და ეს არ არის უარყოფითი რამ. ნუ გააჩნია კიდე რამდენი წლით უფროსი ახლა. სადაც 15 წლით უფროსი თუ იქნება, ეგ უკვე პრობლემაა. მაგრამ აი კონკრეტულად დიპერის და ვენდის შემთხვევაში კიდე შესაძლებელი იქნებოდა მაგათი წყვილად მიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი არ არის. ახლა შემდეგ სერიას ამოვაგდებ. და რავი, სოლიდური სერია. მომეწონა მეიბელი, მომეწონა დიპერი, გასაგები იყო, ნუ ერთიც და მეორეც ფაქტობრივად თავიანთი შეყვარებულებისთვის ეკეთებდნენ ამას. ნუ შეყვარებულებისთვის არა. მოწონებულებისთვის, ასე ვიტყვი. კაი. სერიის სათაური არ მინახავს და ამიტომ დავბრუნდები ახლა ნახავ. პირველი სეზონის მეტექსტი. Carpe Diem. კაი. Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-16 სერია. Carpe Diem. 3, 2, 1 დავიწყეთ. Disney, წავიდა. სრული დაპყრობა. მე სვენის მინი გოლფის ოსტატი ვარ.
ალპებიდან დიპერის ნივთებისკენ, სადაც კაცი არ ჭაჭანებს. კარგი, ახლა ჩემი პროფესიონალიზმის დროა. ვაუ. ჩემი თავი. თავში მომხვდა. სტენს გავარტყი. ეს ლეგალურია? არა. ჟიური ამბობს, რომ საზღვრებს ცდება. საზღვრებს შენ ცდები. გეყავს. დიპერ, დღევანდელი საღამო კენდისთან და გრინდესთან ერთად უნდა გავატარო. ისევ? თამაში უნდა დატოვო? ნუ სულელო, მე არ მივდივარ, ისინი მოდიან. აჰა. არა. საძილე ტომრები? Calling all boys ალბომი? თქვენ ხომ? ამის თევით არიან? პიჟამა პარტი. პიჟამა პარტიზ. რა ამაში ცუდი ვერ გავიგე. მაგრამ თუ დიპერის ოთახში იქნებიან, დიპეს და მეიბლს თუ ერთი ოთახი აქვს და ერთად იქნებიან, მაგაზე არც მიფიქრია. Gravity Falls-ი. გახმოვანებულია აჯერანეთკომის მიერ. კაი, დავიწყოთ. კარგი. ბიჭები როგორ მოგწონთ? ძალიან. ბიჭებს სულ კაცნა მაგონდება. კენდი. ღმერთო ჩემო. აუ. ამაღამ დევს ვიგიჟებთ. კაი, ეგზეგმეტი. აჰა. ვის უნდა სახეზე მაკიაჟი შემაძილოს? ისედაც ლამაზი ხარ. რა მნიშვნელობა აქვს გრენდა? ლამაზი. Mabel, იქნებ სხვაგან გადაინაცვლო. თქვენი სიცილი ყველას ესმის. ნუ აბუქებ. იცი შენს ძმას რა სჭირდება? გარდასახვა? აუ. შევდივარ შენ მდგომარეობაში დიპერ. შეიძლება შენ შესასვენებელ ოთახში დავიცინო. მე რა თქმა უნდა. და არ მყავს. და არც ასეთი ფეუბეთები და ჩემთვის. იყო და არ გაინძრე. მე წარმოვიდგენია როგორია, ღმერთო ეს რა არის. მთელი ტრიუკი ამაშია. მოიცა? მოიცა. სხვაგან დავიცინებ. ეს უკვე სასიამოვნო იყო. ეს უკვე სასიამოვნო. ღია ცისკვის ძილი. წვიმა რო დაიწყება. კომშორტი. ანგელი რომ მოვა. ნუ ჩემთან წვიმს აგერ. ისევ ეს მირჩევნია. კაი. წო. Party girl. როგორ ხარ გართობის მაყარულო? არ ვიცი იქ რას ვკოცნიდი, მაგრამ არ. კენდი ახლა ჩამოვარდება. მაგარი იყო გოგოებო. დროებით. აუ. ძმაო, ნარჩენი პიცა არ გინდა? ჭმელები. არა. Mabel თუხელ ბუმლამის ენა მომჭამა. მერტოჩი. არა არ არის მშვენიერი. ასე ცხოვრება შეუძლებელია. მე კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. მაიმზადე ჩხლეტისთვის? ზაგმარისია. ჩვენი ოთახი სულ გაანადგურე და მინი გოლფის მოედანი. გრენდას მტრევა მოწონს. Mabel რადგან ერთად ცხოვრობ წესები გჭირდება. პირველ რიგში არავით არის პიჟამა პარტები. რა? თუ ასია მაშინ არ ჩენ გამაღვიძო კითხვის დროს. კითხვის დროს როგორ გაგვიძებ? აჰა. ეს საინტერესო. ჩემი რეაქციების არ იყოს. და ვინ მოიპარა? რა, მე რეაქციები გადამიღე ხოლმე ღამის 2-ზე, მაგალითად და არავინ გამიგვიძებია. მე ტანსაცმელს მაინც ვრეცხა. ტანსაცმელის გარეთ ხო დროის პლანგვაა, მე კი დაკავებული ვარ. კიდევ ერთხელ დაიკნავლებ და კარგი, მორჩა. აჯობებს ოთახი აღარ გავიზიაროთ. მართლაც ასე ჯობია. მე თანახმა ვარ. მე უფრო თანახმა ვარ. ოდა ბაბუძიას დაველაპარაკოთ ოთახის გაწვლაზე. დაგვეხმარება. იჭხობეთ. ჩხუბი. ჩხუბი. Baby fight. ტელევიზორმა იცის რაც უნდა. ბაბუძია, სხვადასხვა ოთახები გვინდა.
მე კი ფულის შარლები მინდა. შეუძლებელია. ფული შარლები? რამეს ვერ მოახერხებ? მიდი რა ბაბუძია. აქ ჩემი ოთახია და სხვენი. მორჩა როგორ ფიქრობ? სადმე საიდუმლო ოთახიც ხომ არ არის ქოხში? საიდუმლო ოთახი არის. ხალხო რაღაც საიდუმლო ოთახი მიპოვე ქოხში. მოკლედ აგაურებას ვალაგებდი და ბუმ, მისტი ვაიმე. ეს ქოხი სავსეა უცნაური საიდუმლოებებით. საიდუმლო ოთახი. რა? მშვენიერია. არ ველოდებოდი. ნუ ეთქვა მეგერია. 78 ექსპერიმენტი. ბაბუძია, ეს რა ადგილია? არ ვიცი. კიდევ ერთი ოთახი, რომელიც დალაგებას მოიწონს. დამფუძკლა. ხალიჩა. როგორც ყოველთვის, საშინელებები. მე carpet diem რო ქვია სერიას. ალბათ მე. პრობლემა გადაჭრილია. აქ მე გადმოვალ. შენ რატომ გერგო ავტომატურად? ორივემ ერთ დროს ნახეთ. ანუ ეს ოთახი ორივეს გინდათ? იმას მივცემ, ვინც უფრო მომწონს. დასმა გახსნილი მქონია. მომეცი. სამზარეულოსკენ. თხუბი. აუ. მე ამ ოთახში უცნაური შეგრძნება მეუკლება. სხვენი არც თუ ისე ცუდია. აჯობებს თუ დააფასებთ მას. ბაბუძია. მე მინდა. აი ამ ეს უსტავჯერებდი. აბა მე რა ვიცი. იქნება უცნაური არც არაფერია. ოუ დამჯერე იქნება. ოუ. ოკეი. აი ჩვენ ვიწყებთ. ვინც უკეთ მოიქცება მიიღებს ოთახს. დამჯერე სიუჟეტს ვიწყებთ. მაგ ოთახის გამო. დაგიჯერებთ. ათიგულა მეიბელს. უფრო სწორად დაგიჯერებთ. ზედმეტად ვცდილობ. -15. რა? კარგი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ვცდილობ +50 გულა. ვის უნდა სახურავი შეკეთება 40 გრადუს სიცხეში. მე შევაკეთებ. მე სტენ, ძალიან კარგი ბაბუძია ხარ. საშინელი ბაბუძია ხარ. დიბერ არასდროს. მე კარგი ბაბუძია. გრასა სიამოვნოა 10 გულა ამ ლიმონადს. მადლობა სტენ. 10 გულა ზრდილობისთვის. და რა თქმელია? ყველაფერი ჩაივლის და ესეც ისინი გახდება. რა კარგია. სტენ საკუთარი სახის ფორმის ომლეტი დაუმზადე. მე მგონი ეს არ მეგეთქვა. სილამაზეა. აღიარა ნამდვილი ნინძა ვარ და ამ ოთახსაც მე მივიღებ. შეგიძლია განებდე. აუ. მე მივიღებ ამ. სადაც არ დაადგმდეს ფეხს. არაფრის გაზია. მაინც დენი. თან ვერც გწნობს. ოუ. რა მოხდა? არ არსებობს. დიბერ, ჩემი ტანსაცმელი რა გაცვლა. და სახე? მე შენს ხელში ვარ? და მე შეცდომი. რა? გადი. შეუძლებელი. კარგი. არ ველოდებოდი. მაგარია. აუ, რა სერია ეს. სისულელია. ოთახის გაზიარება საკმარისი იყო. ახლა სხეულებიც გამცვალეთ. ბრეკეტები რა საშინელება? თითქოს ჩემს პირს ვეზიზღები. ესენი რეებია. ასე ოფლიანი რატომ ხარ? ნახე. 78 ექსპერიმენტი. ელექტრონული ხალიჩა. ელექტრონული ხალიჩა. ელექტრონების გასვლა შეუძლიათ ამ ხალიჩას კი იმდენი ძალა აქვს, რომ გონებას თulis. შეგვიძლია დასაბრუნებლადაც გამოვიყენოთ. კარგია რომ ბრუნდებით. თორემ შენ რომ ვიყო, წავაგებდი. მე კი შენ რომ ვიყო, შეგვიძლია მოვიწყობდი და ოთახს დაგაკარგვინებდი. არა. მოიწერა? სტენ, ყოველთვის მეზიზღებოდი. და დიპერის ხმით რო აკვირა რა? არა მოიცადე. აუ. თასმები შეიკარე. საუთრება, რა გემრიელია. ძალიან გემრიელი ვარ. ბაბუძია სტენ, რა მოხდა მეიბელ? მართალია მე მეიბელი ვარ. ეგ ომლეტი თუ მოგწონს, ვის სენდვიჩიც მოგეწონება. ვილეულია? არა, ჩვეულებრივი ქვებია. ასე გააგზელებ და შენს ძმას მივცემ გასაღებს. კარგია, უფრო სწორად ჯანთაბა. ბაბუძია, შენი სახე უკანალს გავს. რა? ნივთების მკვლევარები. მე აკეთებული დიპერი ვარ.
მეიბელი გაგიჟდა. ეს უკვე უცნაური. ნაბეტენი. მოიცადე. მეიბელს კულებს არ მოაკლებ? დიპერმა უნდა დაკარგოს ქულები. ბაბუძიასთან. და ახლა სუსი და ხორი კაცი. ბაბუჯერა კარგი არაფერს არ ღელა. მე რომ შიშველმა იატაკზე ვიკოტრიალო. არავინ იტყვის რომ საყვარელი ვარ. მე და გოჯი ვიყო. აჰა, იქნები. და იკოტრიალებ კიდეც. არის, უფრო ხშირად უნდა წარმოთქვა უცნებები. სიმინდის უნია? რაბადარა ფეხები მაქვს. საწყალი ბაჯბაჯა. იუ. ეს უკვე ეს სტრესები. აუ. კი. ბაბუძიასთან დაბრუნდი მეტი საშინელება უნდა გავაკეთო. მიწასულია მე. აუ, ესეც ოკეი. აი, სათყოფილ ხარ. პიჟამა ფარტი. და? არა. დიპერ, მოიცადეთ. დაბრუნდით. შეიძლება ჩემს დას გავესაუბრო? დღეს აქ ბიჭები არ დაიშვებიან. დღეს ხასიათი არ ვარ. უეცრად შემეცვალა ბუნება. რომ ხდება ხოლმე. კარგი რა. დედა ჩემი სასაკისთვის შეუსაბამო ნოველები თავისთვის არ წაიკითხება. დედა ჩემი სასაკისთვის შეუსაბამო. გელკაცა. აი სათაურები გაქვთ ბოდიში. გემოს ვიცი რომ მოგწონს. ჩემი სახელია ჯერარდი. მაქცია ვარ. ღამის ქმნილება, მაგრამ ასევე ვნების. ჯერარდი რა დაუნდობელია. არის. რა ხდება დიბერ? იმ ასაკში ხარ რომ გოგოებს უთვალთვალებ? დროა დავხდეთ და კაცური თემები განვიხილოთ. რა ხდება? მე ახარ. ვერცად გამექცევი. ყველაფერი იტუიტარული. და თან ყველაზე საშინელება ის არის რომ მეიბელს უყვება ყველაფერს და არა დიპერს. შევდივარ თქვენ დრომერებაში ხარ ხო? სკბილები რო სუსივით აქვს. ალახი. ნუ თუ წესებს შევცვლი. მაკაკეტი. გოჯი ვარ. უფასო საჭი. არა. არა, არ შემჭამო. კაცი ვარ გოჯის ხეულში. ყველა ასე ამბობს. ასე. პოლიცია. ძვერებიანი ჯადოქარი მოლაპარაკე გოჯს მისდევს. ჩემი ჰოროსკოპი კი ახლა. ჩემი წაიკითხე. გობები ხარ? იცოდი? რა თქმა უნდა ვიცოდი. ახლა იცი ბავშვები როგორ ჩდებიან. ამდის დავშობავ. იცით რომ შეუძლებით მომწონხარ. იქნებ მართლა ინსახურებ გასაღებს. ვაპირებდი მეიბელის მიწა. ასეც უნდა მოიქცე. მიეცი მეიბელს შეიდიოტო. რა თქვი? თქვი მოკეტე. მოხუცა მეთქი. სუკანო, სულელო. მიხდა? შენ მეხმას მიმაღლებ? მომწონს. გადავწყვიტე. ეს ოთახი შენია დიბერ. არა, მეიბელს უნდა გადასე. საკმარისია. მოკედე მოხუცაზე უკვე თანახმა ვიყავი. არა. აუ. დასასრული. ახლა 38 თავის დროა. არა. ბეკონად გაქცევ. არ გაჭირს. ოიცა, არა. მაგარ შაშხერთ სამივე. 5. ჩემი ოცნების მამაკაცია. გისმენთ? გამარჯობა პატარა. კევინი ვარ. ჩემს ვილას 2 ადამიანისთვის აქვს ოთახი. ეს რობოტის მაქვს? ნუ აფუჭე ყველაფერს. მეიბელ შენი ჯერია. ოთახი უნდა მოვიგო. სტენ მეიბელი ვარ. შენთვის საზიზღარა მეებს ვაკეთებ. მოგებული გაქვს უკვე. მორჩა დიბერ. სტენმა შენ მოგცა ოთახი. არის მაგარია. გავცვალო ცხეულები და გადმოსვლას დავიწყებ. ოთახს ვერ მიიღებ თუ შიგნით ვერ შეხვალ. აჰა. დაბრუნდი. კარგი რა. გარი გაახედი ბერ. თუ მეიბელ. კარგი გაახედი. იქ როგორ შევახე? კი ვერ მივხვდი. კევინ, ბოლო
ჯერ გეუბნები, ნუ მაწუხებ. კევინს როგორ ვთხარი? გოგოებო, ვის უნდა ჩემი ძმის გარდასახვა? აი. ახლა სუს დარჩეს ოთახი. წარმოვიდგინე კიდე უბრალოდ. სტენბარ თქვა სუსის სევა მოუწონსო და კარგია სუს. რაღაც უნდა გითხრა. ეკონომიკაც უძღეშია და იძულებული ვარ ხელფასი მოგაკლო. რასაკეთებ? ეს რამე მოლაპარაკების ტაქტიკაა? კარგი ჯანდაბას ვიტყუებოდი. მოგიმატებ ხელფასს და ასე აღარასდროს მოიქცე. ვაუ. შეგიძლიათ დამეხმაროთ. მიმართულება მაინტერესებს. თეთრ გაიქცევა. გზას მიჩვენებთ? რა ჯელტმენობა? კენდი და გრენდა ვართ. მეგობრებო, რა ხდება? დიპერ, მოიცადეთ, არ შემოუშვათ. გარდასახვა. არა შეჩერდით. გაგალამაზებთ. არა შეჩერდით, მომისმინეთ. კარგია გოგოებო. ახლა ბოლო დეტალი და კი. ჯემის და ხეული. გოგოები? გენიოსი ვარ. გოგოებს რა დაიმართეთ? მეიბელ, ოთახი ჩემია. მოიცადეთ, რა მოხდა? არა. მეც მხოლოდ ის ვიცი თუ ხალიჩაზე ფეხს დაახახუნებთ. სხეულები იცლება. არა. კარგით რა. მე ხო ბიჭი ვარ. წავიდეთ ულოში გავიზარდოთ. დიპერ გასაღები დამებრუნე. გეყო ჩხუბი. ჯანდაბა. აჰა. ზეკუნთები კარგია. რა პატარა ხელები მაქვს. ველამ ერთად გავახახუნოთ. 3-2. ძმაო. დაბრუნდი შემწვარი ყურები მინდა. ამაღამ ბავშვების ჯგუფში სიტუაცია იძაბება. მესამე გობრად არ მოსულვარ. მომეცი ჩემი სხეული. სანტა კლაუსი ვარ. ჩემი უმციკლოება დავიბრუნე. ახლა გოჩი. ნახადი პერიგოჩი. მებელებიდან. ეს ღეული ჩემისგან არ განსხვავდება. რაცა მებელე აქედან სიცილი შემოგვესმა. თქვენი მენადავების თუ ჩემს ჰოროსკოპში ეს არ ეწერა. რა მემართება? ახლა პოლიციის ოფიცერი ვარ. აი პოლიცია. დავედით საქმეს მივხედოთ. გასაღები მომეცი მეიბელ. არასდროს. მეიბელ შენ ხარ? მე ვარ. გასაღები კი ჩემთანაა. და დანარჩენები? მეიბელ ოთახი ჩემია. რა გჭირს ეს რატომ გჭირდება? მე სხვენიდან გადასვლა არც მინდოდა. არც მე. გაიმეორე? არც მე მინდოდა გადასვლა. და აბა ამ ხელა ამბავი რატომ ატეხე? ცალკე ოთახი მგონა. ყველაფერი რიგზე იყო სანამ მეგობრების მოყვანას დაიწყებდი. შენთან კარგად ხალისობდი, მაგრამ მერე თითქოს უკანა ფონზე მისროლე. დიპერ. არა უშევს. ვერ გაიგებ მე რას ვქნობ. უხერხულად ხარ და თან უფლიანობ. საიდან იცი? გამამართვი. შენ სელში იყო. მადლობა. სერიოზულად? ყველა თავის ხელს დაუბრუნდა. სუსის გარდა. რომელიც სამუდამოდ გოჭი დარჩება? არა, მე ჩემს ხელში ვარ. მან მე მგონი ასე. მე მაინც შეგჭამ. საკმარისია, ყვალისთვის გადავდოთ. გაიწია მოხუცო. საბოლოოდ აღმოჩნდება რომ ყველა არ არის თავის ხელში, ხო? თუ არა? იმ ადგილს მოგხვდან, რომელსაც ვერ ვწდები. არა, ყველა. ასე ხზობ ფიქრობდი და თანახმავარ. გამოყვები ცალად. რა? მოიცა, არ მახსოვს.
კარგია. კაცი თავის სივრცეში. მართალია, როგორც იქნა. ხალიჩას რას უპირებ? უნდა მოვიშორო. მე მივხედავ. სტენ. ბახინჯი ხალიჩა. როგორც იქნა. საკუთარი ოთახი. გამემშვიდობის მეიბელ. მეიბელი არ გავს. დიდი ალბათობით დაბრუნდება თავის ოთახში. მაგრამ ერთი მხრივ გამიხარდება რომ არ დაბრუნდეს. დაბრუნდება კი. იცი, პიჟამო პარტი გინდა? აჰა. მაგარია. რა მინდა ამ დროს გარეთ? ხარ შესაგდები ალბათ. ახლა ოთახს რას ვუპირებთ? სუს მივეცი, ნორმალურად შეძლებს დასვენებას. ეგრიც ვიცოდი. ასე არ შემიძლია. სხვანაირი ხარ. იცი, მე არაფერი ვიცი. იმ დღის ნახევარი გოჯის ხელში გავატარე. რა ხდება? ისევ რომ მაგოც ვერ შეგიძლია? ოჩა, გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. ასუს. კაიში. ესე იგი Gravity Falls-ის პირველი სეზონის მე-16 სერია. მინდა გაგახაროთ. კაი იყო. არა, მართლა კაი სერია იყო, მომეწონა ძალიან. არ მირჩევნია მე-5-ს და მე-10-ს. მაგრამ მაინც მაგარი იყო. მე-10-ს კი არა, მე-9-ს. გასწრაფად. ანუ, ჯერ იდეა მომეწონა, რაც გააკეთეს. იმაზე. სხეულების გასვლაზე. სუსი ღორის სხეულში და მეიბელი დიპერის სხეულში, ნუ ერთმანეთის სხეულებში, რა სუსი და ღორი და მეიბელი და დიპერი. მაგაზე პრობლემა არ ქონდა, თანახმად ვიყავი 100%-იანი, მაგარი გადაობაც იყო. მთელი სერიის პირველი ნახევარი იყო. ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი დაწყებულების საიდუმლო ოთახით. ნელ-ნელა ვიწყებთ საიდუმლოების ამოხსნას და რა უქნა სტენმა ხალიჩას როგორღაც შეულოცა რამე გავუკეთა თუ არ ვიცი. მართლა არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ გადააგდო. მაგრამ უფრო მეტი მინდოდა რომ გამიგო საიდუმლო ოთახის შესახებ. იმედი მაქვს შემდეგ სერიაშიც გამოჩნდება. ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც. ნახოთ, რაც იქნება. პირველი ნახევარი ამ სერიის იყო მშვენიერი, ძალიან მომეწონა, ვიხალისე. და მეორე ნახევარში უკვე ყველაფერი აირდაირია, ეს გოგოები დაგვემატნენ, მე დაგვემატნა და სუსი და ზღორი ხო ჩვენს შეგვაგვიერთდა, მაგაკეტი, პოლიციელები და რა ვიცი, ერთი 8 კაციანი თუ 9 კაციანი გაცვლა სხეულების მოხდა. მაგრამ საბოლოოდ ყველა თავის სხეულს დაუბრუნდა. სუსის ამბავი მაგარი იყო. აი მაშინ. ველოდების საიდუმლოების ამოხსნას. რაც შეიძლება მალევე ამოხსნით. მაინც ვთქვი. ნელ-ნელა ვუახლოვდებით პირველი სეზონის ფინალს. ახლა მე-17 სერია გვაქვს საყურებელი და შემდეგ ვიდეოში ალბათ ერთს დავარეაქტებ. გასაგებად. რაც შეუჩნია აქ. არა, სწორია. სხვანაირია ეს სერია, მაგრამ იყოს. ფაქტობრივად ორი ვიდეო დაგვრჩა იმისი პირველი სეზონის. მე მოკლე ვიდეოები როი, მოკლე სერიები, short Gravity Falls-ის, ანუ მაინტერესებს რა დროს უნდა ვუყურო. აი, პირველი სეზონის მერე პირდაპირ მეორე სეზონის დაწყებამდე შეიძლება, თუ კიდევ უნდა მოვიცადო გარკვეული პერიოდი. აი, ეგ გამაგებინით, დამეწერეთ კომენტარებში.
ერთი სათაურის ვნახავთ, ან კიდე დამავიწყდა. Boys crazy. სათაური უცნაურია. გაიგნახოთ. პირველი სეზონის მე-17 სერია Boys Crazy 3, 2, 1 დავწყეთ. ეს მაისური ჩემი ზომა არ გაქვს. რაღაც უკეთესი მაქვს. ჩემი უკანალი. რა? კაი. ასე შემიძლია სამი დამაგრაუბიძო. რისთვის? არაფერი ყველა ახველებდა. თქვენით კარგად ვერთობე. Mabel, რამდენი ხანია მანდ გახარ? ნიშნობა არ აქვს. ყურადღება ჩემს ცეკვას მიაქცია. არა, ისე ვისღიმილი აქვს სახეზე. დღეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. Several Times-ი Gravity Falls-ის სივიკის ცენტრში უკრავს. Several Times. Several Times-ი? ბიჭების ბენდი, რომლებიც გვიან გამოჩნდნენ. კარგი. კომიცი რომ ეს ბენდები ყალბია. დიპერი მართალია. შექმნილი პროდუქტია კორპორაციული ინდუსტრიისთვის. ჩემს ცეკვას ნავრიას ხდით. ალბათ მათ მანქანა ქმნის. ამ ბიჭები ჭაობში ზრდებიან. ალბათ. განწყობას მაინც ვერ გამიფუჭებთ. ჩემი მეგობრებიც აქ არიან. გამარჯობათ. ამ ბოლოს უფრო ხშირად ხედავთ. უწყარი საღამოსთვის. ამ მეგობრებს. რამდენჯერმე? გოგოები. რა? კარგად ვარ. Gravity Falls-ი. გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. კარგი. კოჩზე ბალზამი წავისვათ. აი დედა. რაც გინდა. დღეს ჩვენი საღამოა. არ მჯერა რომ დღეს გრეგისის, ლეგიპის, ჩაბიზის და დიპ კრის შევხვდებით. ეს მსუქანია. და ამბიცია შევყვარდებით. ხო, რატომაც არა. ეს თითო ხელთათმანების მაღაზია. მე სულელობი მომწონს და რობი მქვია. მაგარია. ოიცინეთ. ვენდი, ნეიტი და მისი შეყვარებული ხედის ანახავადადიან. იქნებ შენც დამოხვიდე. მე ხუმრები? წუხარ გადავხდა. და ბოდიშის მოხდის მაგივრად ამას მეუბნები? მე აქეთ ვიქნები. ნუ ეგ სტორია. ეგეც. არ მგონია რამე გამოგვივიდეს. მგონი აჯობებს თუ სხვებთან ცდით რამეს. არის. ეს მოუდმელი იყო. ოიცედი სანამ რამის გადაწყვეტ. სიმღერა დაგიწერე და მინდა მოусმინო. იმედია იმუშავებს. რა? შენ დაგიწერე. ეს რამე მოგაჩედოებელია. კი? მართალი, ავი. მგონი ძალიან მკაცრია. ერთ შენსაც მოგცა. არის მადლობა. კორტოქს მოვიდა. ნოზა. კარგი რომ ყველაფერი დავინახე, რაღაც უცნაური დისკია. რა ხდება? ამას რომანტიკა ეწოდება, შენ ვერ გაიგებ. წავედით. არ მჯერა რომ ის სიმღერა დამიწერა. ო ძალიან ჯერი ვარ. რა საკეთებ? რაღაც უცნაურობა მოხდა. გონი რობინ ვენდი და ჰიპნოზა მისი მუსიკით. როგორიც მუსიკასები მოსწონთ, როცა გაიზრდები მიხვდები. ჩვენ ტოლები ვართ. გოგოები უფრო სწრაფად მიწებდებიან. ვაუ. გრენდას დროა.
კარგით გოგოებო, ხომ იცით როგორ უნდა დავიყვიროთ? ეს დავაიგნოროთ. ბილეთები შეიძლება. მაგკეტი. გვიანია ყველა ბილეთი გაყიდულია. ყველაფერი გაფუჭდა. გელოდები სიკვდილო. არა? მე ვთქვი რომ ამაღამ შეხვდებოდი several times და ასეც იქნება. ნიშნები არ მაშინებს. ხორცს ვინახავ აპოკალიფსისთვის ყველანი დავიხოცებით. რეკლამა იყო, მეთქი რა ფილმსებია მოხდა. მე არ ვიცი არ მგონია გამიგო. მიდი რა მითხარი. რეკლამაში ვეკოდეთ ბილ საიფერს, სანამ გამოჩნდებოდა. ინდია მუსიკით და ჰიპნოზა. ეს აქამდეც მინახავს. მართლა? მას კარლა მაცკორკლი ერქვა. შორტებიანი კარლა. რა? სტენ. ჩვენ ერთად ბედნიერები ვიყავით. ერთ დღეს დაიდანღაც გამოჩნდა ჰიპი მუსიკოსი. და კარლა შორტები ძელ შარულად გადაიქცა. ძალიან გრძელ შარულად. ამის შემდეგ კარგად არც მახსოვს რა მოხდა, მაგრამ თავარი აზრი ხომ გაიგე. ესე იგი ჩემი თეორიის მართლა გჯერა? დიახაც მჯერა და ამ საქმეს მივხედავთ. აჰა, კარგი. როცა ხორცების დალაგებას მოვრჩები. აჰა, დალაგებას. აპოკალიფსი ახლოვდება. როგორ მინდა სიმართლე თქვა. ჩვენ გვიყვარს სუპერვარსკვლავობა, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ამისთვის შენ ხარ. შენ და არა ის შენს გვერდით. შენ. მე ვარ ხარ დიპ კრის. მე მითხრა. განანა ეს სერია უფრო სულებული და სულებული ხდება. რომ არ გავითვალისწინოთ ვენის და ჰიპნოზების ნაწილი. აი ისიც. როგორც იქნა ყველას საყვარელ ბიჭებს შევხვდებით და დიპერსაც დავამტკიცებთ, რომ ბენდები ტყუილი არ არის. მაგარია. ჩვენ კლონები ვართ. კი. რამხელა ზაზონის გალია. ვიღაც მოდის. საშინელი შოუ იყო. რა გჭირთ? არენა ძლივს გაიყიდა. დიპკრის, მაგას გაბუტვას ეძახი? გრწყვენოდეს ყველას. შენს გარდა ლეგები ჩვენიერი იყავი. აი შენ. დანარჩენებმა კი დაიმახსოვრეთ, ყოველთვის შეიძლება თქვენი ჩანაცვლება. მიცეკვე ბადარა, მიცეკვე. ეს კრიპია. ეს ყელი მკლავს, ვინმე ლიმონი და წყალი მომიტანეთ. მან ვინ არის? მოემზადეთ ცეკვისთვის. გაიძიე დიპკრის, გოგოა, პატები ეცი. ბოდიში. ბეიბელს აღარ აინტერესებს, კრონები რომ ხართ. ვცდილობ ჭკუიდან არ გადავიდე. ყოველთვის მინდოდა თქვენი გაცნობა, მაგრამ ის საშიში მსუქანი ვინ იყო? ეგ ბრაცმენია ჩვენი პროდიუსერი. გენეტიკურად სრულყოფილი ბიჭების ბენდი გამოიყვანა. მაგრამ გალიებში გვაცხოვრებს. ნამდვილი სისასტიკეა. მართლაც სისასტიკეა. ჩაბისი. ჩვენი ოცნება ნამდვილ სამყაროში გავიდეთ. ყოველთვის მინდოდა იმისთვის მეკოცნა. რა ქვია ხე? მაგრამ ბრაცმენს ვერ დაუპირისპირდებით. გვეუბნება რომ უყვარვართ. თუ უყვარხართ, გაგათავისუფლებდეთ. მართალია კი. სწორი მოსაზრება. ახლა წავიდეთ. მე და ჩემი მეგობრები დაგეხმაროთ. შენთვის სიმღერას მეგონი აბსოლუტურად ყველა კარის გაღება შეუძლია. ახლა გააკეთებ ხორცო. ხორცს. რეათ მენდოთ. უკაცრავად. ხორცი დამიძახეთ? ედავდიბერ მუსიკაში არის ისეთი რაღაც, რაც ჩვენს გონებას აკონტროლებს.
ის სიმღერას, რომელსაც მე ქოხში ვუკრავ, საიდუმლო შეტყობინებას ატარებს. იყიდეს საკიდი. თუ გინდა მოისმინო შეტყობინება, უნდა შეანელოთ ჩანაწერი. მომეცი. მაგარია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. კი. ვერ ხვდები რას. გრამოფონის დისკი არ არის. როგორ ჩაიერა კონცერტმა? ჩანთაში რა გაქვს? ფული, რომელიც მოვიპარეთ. ჩვენ დამნაშავეები ვართ. და წავიდეთ. ეს ავტობუსი უცნაური იყო. საჭმელი მილები სად არის? როგორ ხარ? საჭმელი მილები. გარეთ როდის გავალთ? ტყის ცხოველივით ხტუნვა მინდა. თქვენი პროდიუსერია. მოგვაქნო. ან ჯერა რომ ბიჭები გამოიცნენ. შენ შეღებილით მის კვალმა აქ მომიყვანა. სრულყოფილი ბიჭები ხომ არ გინახავს? ზარკეში როცა ვიხედები მხოლოდ მაშინ. გაიგო. სადღაც აქ უნდა იყვნენ. მაინც მივაგნებ. ოჩახ. აქ უსაფრთხოდ ვერ იქნებით. ერგმანი ისევ გეძებთ. დავქნათ, ჯანდაბა მეშინია მეიბელ. ნუ ველავთ, ოდესმე ხომ დანებდება. მანამდე ჩვენთან დარჩით. მაგარია, 2013. საკუთარი ბიჭების ბენდი იყოს და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. გახსოვთ, პირობა დავდეთ. საბოლოოდ მაინც უნდა გავუშვათ, რომ ძალიან არ შევეჩვიოთ. ხომ ასეა მეიბელ? მეიბელ? ნაცნავის მატარებელი. ნაცნავი. იყო. ნახსტენ. ცოტას მანდროვეთ. მაგრამ კარგი, მთელი დღე დამჭირდა, მაგრამ შევძელი შენელება. ახლა კი მოусმინოთ. მოემზადე. შეიძლება პირში სითხე ვერ გავიჩერო. რაღაცნაირად ახასო. აქ უცნაური არაფერია. სულ ეს არის? რა თქმა უნდა, უცნაური არაფერი იყო. ვენდის უბრალოდ მოსწონს რობი. ნო, ამ შემთხვევაში არა. იბერ, გასაღები დამჭა. რა შვები ბადარავ, ფიქრობ გოგოებს თავი როგორ მოაწონო? მზად ხარ წასასვლელად? რა თქმა უნდა. საკები უკან არ ქონდა? ვერაფერი გამოგივა. მოშორდი აქედან. მოიცადე, სტენ. უკან გადახვევა. მინდა უსკუმბრავ. აი ეს მესმის. ვიცოდი რომ ჰიპნოზი იყო. მიანური. ვენდი უნდა გადავარჩინოთ. როგორც იქნა საკმარისი მიზეზი თინეიჯერის საცემად. საკმარისი. არც კი დავა კომენტარი. რა ხდება ზემოთ? როგორც იქნა დავაძინე. საბრალო გრეგიდი. ლენტის გორგლის ჭამა დაიწყო. მე მგონი ეს საჭმელია. ვაუ. არ გამინაწილებ? მოგონებები. დღეს მუსიკალური ინდუსტრია შეერხა. ბიჭების ბენდის მეფე ერმან ბრატსმენი დააპატიმრეს მანქანის ნომრის უქონლობის გამო. ხომ გეუბნებით? თხამ წამართვა. ხამს. ყველა ასე ამბობს. იგი ახლა საოლქო ციხეში იმყოფება და სასამართლოს ელოდება. არის. ბიჭებს უთხრათ რომ თავისუფლები არიან. წავედით. ნუ ჩქარავთ. ისინი ჯერ აქ რჩებიან. მეიბელ. რა ხდება მეიბელ? მათი პროდიუსერი უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ნუ ჩქარავთ. თუ ბიჭებს არ ვეტყვით, სამუდამოდ
ჩემთან დარჩებიან. უბრალოდ ჩვენთან. არა. მეიბელ, ჩვენ სამუდამოდ აქ ვერ დავტოვებთ. მე კი მიყვარს ისინი. გიყვარს გაათავისუფლე. არა, ყველამ ვინც მიყვარდა დამტოვა. იგივეს აღარ დავუშვებ. კენდი, მეიბელს უნდა გავექცეთ. ბიჭების სიგიჟე სჭირს. ბიჭები. კენდი? შეტევაზე. ой, ბიჭების სიგიჟე ისე. სათაური. ბიჭებო, ერთმან ბრაცმენი ციხეშია თავისუფლები ხართ. წადით. სიმართლეა მეიბელ? არა, თქვენი პროდიუსერი ისევ გეძებ და დარჩენა მოგიწევთ სამუდამოდ. არ მოусმინოთ. მეიბელი ჩვენი გოგოა. ხანდახან პიცასაც გვაძლევს. ჯემს გაზეთს ვლის. კარგი გოგოა. მეიბელი კარგი არ არის. Several times. დიახ მეიბელ. გაიყვანეთ ეს ორი აქედან. აგრესიულად გვეცეკვებიან. მეიბელი გაგიჟდა. გაიქეცით. ისევ პროდიუსერი გირჩევნიათ. დამირეკე დიპკრის. ვაუ. 2013. მადლობა ბიჭებო. ახლა ნაცნავის მატარებელი გავაკეთოთ. დავიღალეთ იქნებ ცოტა ხნით შევისვენოთ. კი. ახლავე ნაცნავის მატარებელი გავაკეთოთ. რა ამათი პროდიუსერს ეცდევსება. სანამ გონებას დაკარგავს. და ვენდი ხო. დასაიგნორირებლად მოემზადე. რა ხდება ამ სერიალში შეწესებზე? უცნაურია რომ ნეიტი არ მოვიდა. მხოლოდ მე და შენ ვართ. ეს საერთოდ არ დამიგეგმავს. ვენდი. რობი გატყუებს. დიპერ? ბავშვო, მისტერ ბაინს? შენთვის მისტერ ბაინსი ვარ. შეგრებ თქვი. ხო. ვენდი, ეს უნდა მოისმინო. მეიბელ, ჩვენ სიმღერა დაგიწერეთ. მადლობის სათქმელად. ჯართე. სიმღერა პირსა და ყურის ჩახუტებას გავს. კაი. მე უკვე დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ამიტომაც უნდა გაგათავისუფლოთ. ბავშვ შეტყობინება იყო. გეფიცები. აჯობებს ბანჯარა დავხურო. არა მოიცადე აი. მე გაკონტროლებ შენი გონება მე მეკუთვნის. რობი ეს რა არის? პატარა ვარაფერი ვიცი ამის შესახებ. ეს სიმღერა მე არც კი დამიწერია. სხვა ბენდს მოვყარე. ყველაფერი რიგზე არა? არა. არ მახელობ შეტყობინებები. მეგონა მართლა შენ დაწერე სიმღერა და მომეწონა. მაგრამ მათყუ არა ყოფილხარ. ვიცი რაღაცებს ვიტყუები. რაღაცებს. და ასევე ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა, რობი. რა? მაკიეს პარალელს რა იყო? გავიმარჯვეთ. ეს არის გამარჯვება. სუსტი ან მსუქანი ადამიანებისთვის, რომელიც ინსტრუმენტებზე ვერ უკრავენ. უშენოდ არაფერი გამომივიდოდა. ეს კაი იყო. სტენის და დიპერის გუნდში თამაში. ზევაპირებ წესპლს და იქნებ შენ წამოხვიდე. ახლა? რა გჭირთ ბიჭებს? ო. ხოლმე თავზე ფიქრობთ. მარტო დამტოვე. ოუ. ჯიანდება. კაი, შევეცოდე. ოქრო დამარხე. რა? ხომაგროვებდი. აუშ. კი ვერ მივხვდი. ბიჭები უნდა გადავარჩინოთ. სად ვარ თავის დასაცავად? გამარჯობა გოგოებო. ბოდიში ყველაფრისთვის. სიმღერა მიმახვედრა რომ მართლები იყავით. მაპატიებთ. რა თქმა უნდა. მეგობრობა განახლებულია. რა ხდება მეიბელ? ვითხარი რაღაცის ჩვენება მინდაო. აი ამის. ეს დიდი მრგვალი რაღაც რა არის? ჩაბიზი. ეგ მზეა.
ეს სულელი თვალებს მწვავს. მაგრამ მაინც ვაჯობებ. ოიცე, ეს მწვანე არეულობა რა არის? ეს ბუნება. ბრანდსმენი აღარ შეგაწუხათ. შეგიძლიათ რაც გინდათ ის გააკეთოთ. სრულიად თავისუფლები ხართ. თავისუფლები? თავისუფლები. გაიქეცით სანამ გადამიფიქრებია. ჩქარა, სანამ გადავიფიქრე. არ ვიცი, ამათი ამბავი რა. ერთ კვირასაც ვერ გაძლებენ. კი? გალები, ნამდვილი თავსატეხია. ბაემანს გაუნადგურებ შეყვარებულს დააშორებ და რატომღაც ბოროტი მაინც შენ გამოდიხარ. ჩემი ბოროტი არა. ვიყავი მის პირადში. ალბათ ვეზიზღები. და ამ 7 ჩვენ სწორედ მოვიქეცით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მანქანა დაზიანდა. გონიოდეს მე მაბატიებს? აუცილებლად. მანამდე კი შეგიძლია ჩემთან ერთად იარო ბაულინგზე. მადლობა ბაბუძიესთან. არაფრის. მოიცადე ვიღაც ჩვენს ნაგავს გეკავს? მესტი. მოიჭორდი აქედან. ლამაზი ბიჭი. სულ ნაგავს ჭამს. მოიცარა? ფილმს ახმოვანებული ალექსანდრე ხურასბედიანი და ნესტან ხახუბია. ხმის რეჟისორი ზურა გოგიანი. ახმოვანებულია აჭარანეთკომის მიერ. შვებაც კი დაგიცუდეთ. ესე ჩემი ხე. Dai. ესე იგი, Gravity Falls-ი. პირველი სეზონის მე-17 სერია Boys Crazy. დაძინების სურვილი გამიჩნდა ახლა, იმიტომ რომ ეს სერია იყო კრინჯი. და ეს სიტუაცია მეიბელის მეგობრებთან და ბიჭებთან არ ვიცი, ის ფაქტი რომ მეიბელმა გადაწყვიტა ბიჭების დატყვევება 5 ზრდასრული ბიჭის და თავის მოსამსახურება დაყვანა არც ისე კარგრამეზე მეტყოლებს მინდა გითხრათ. მეიბელის მეგობრებმა კარგად წარმოაჩინეს თავი ამ სერიაში. და დანარჩენი რა ვთქვა, ბიჭების ამბავი ცოტა უცნაური იყო, ცოტა კი არა და ძალიან უცნაური იყო. კლონები, დიდად არ ვარ ხოლმე ესე ასეთი თემების ფანი. მაგრამ ჭანდებას. არც ჰეითერი ვარ. იმიტომ რომ არის მომენტები, როცა კარგად აკეთებენ ხოლმე კლონირების და გაურმაგების ამბავს, მაგრამ ეს ცოტა უცნაურად იყო გაკეთებული. აშკარად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სერია Gravity Falls-ის, თუმცა მას მე-14-თან შედარებით კიდევ მომეწონა. მე-14 ყველაზე ცუდი იყო ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ მე-14-ში საინტერესო ის დაგვიტოვეს გამოცანა. და ძალიან გამიხარდება მაგ ხოლოს თუ რამე სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოვიყენებთ. ვენდის და დიპერის ამბავი კიდევ მომეწონა ამასთან შედარებით. ფინალი საკმაოდ რეალისტური იყო, ვენდისი. პირველად, მე მგონი ვენდი პირველად იყო ასეთი ემოციური მთელი სერიალის განმავლობაში და კი. საჭიროა, რაც ხდება, რომ მოხდეს. იმიტომ რომ კი შეიძლება ითქვას დიპერი არასწორად მოიქცა ერთის, რობის გადმოსახედიდან რო შევხედოთ, მაგრამ რობიც არასწორად მოიქცა, იმიტომ რომ ვენდი ფაქტობრივად არ ვიცი, დააჰიპნოზა, მაგრამ მე მგონი არა, ეს უბრალოდ სხვანაირი იყო,
აი რო დაუკვირდეთ ისე, ტიპერმა თქვა, რო ახვევდა იმ მელოდიას, რომ ესო ჩემი დაწერილი არისო, რობიმ რო უთხრა, ანუ რო ახვევდა იმ მელოდიას ეს სიტყვები რომ გაიგონეს. ტიპერმა და ვენდი ხომ მოთხოვეს ახსნა რობის. რობიმ უპასუხა, რომ ეს არისო, რა ქვია. არ ვიცი, რადგან ეს ჩემი დაწერილი სიმღერა არ არისო, ну ფაქტობრივად გამოთქვა. ვენდიც მაგაზე გაბრაზდა, რომ რობის დაწერილი არ იყო, მაგრამ ჰიპნოზებაზე არაფერი უთქვამს და იქნებ მართლა არ იყო ჯადოქრობა. თუ არა და რობი საკუთარი თავი გამოტეხა. თუ ასეა რობი მართლა უდანაშაულო იყო, მაგრამ სხვას მოპარა სიმღერას, რომ თავი უდანაშაულოც არ გამოდის. ცოტა მეძინება. არ ვიცი, მაგრამ ამ სერიამ ძილი მომანდომა. მაგრამ ვენდის და ტიპერის ამბავი ძალიან მომწონს. როგორც მივდივართ, აი იმედი მაქვს მალე შერიგდებიან. ნუ არ მინდა, მაგრამ შეიძლება შემდეგ სერიაში უკვე შერიგებულები იყვნენ. კარგი იქნება თუ პირდაპირ არ შეარიგებთ და რა ქვია, იმას დატოვებთ, წამით, ხო. დატოვებთ ცოტა ხნით ასე. რათა უკეთესად გვაჩვენოთ მერე მათი შერიგება და ცვლილება, განვითარება როგორც პერსონაჟების ვენდისი კონკრეტულად და ერთი მხრივ ტიპერისაც. ძალიან კარგი ის არის, ანუ გზა, რითაც მივდივართ. მე მაგალითად მოუწონს როგორც ვავითარებთ ყველა პერსონაჟს სათითაოდ. სუსი იქნება ეს ვენდი თუ მედის ვაიმე. რა მეტი. მეიბელის მეგობრები. კარგად აკეთებენ, თავის საქმეს კარგად აკეთებენ. არ არიან ისეთი პერსონაჟები, უბრალოდ მეორე მესამე ხარისხოვანი პერსონაჟები. არ არიან ისეთი, როგორც აი ჩვენ ვარსებობთ და მორჩა. არამედ ბევრ სერიალში იგრე არიან. კი არიან ზოგიერთი ეგეთი პერსონაჟები, მაგას მაკაკეტი, რომელსაც ერთი განვითარება მეორე სერიაში ქონდა და მე ზუსტ ტექი ამესაკეთებდა. მაგრამ მაკაკეტზეც დარწმუნებული ვარ, ახალ რამეს შევიტყობთ შემდეგ სერიებში. და რაც თავარია გიდეონზე, 3 სერია დაგვრჩა პირველი სეზონის და ჩემი თეორია თუ გამართლა გიდეონი თუ იყო მთავარი იყო რატომ აკმენდი? კარგი იქნება. წინა სერიაში ვნახეთ ბოლოს, თუ იმის წინა სერიაში, ხო, The Defense-ში. გიდეონი და იმის მერე არ გვინახავს და ახლა დიდი ალბათობით რავი, უნდა გამოჩნდეს. ნახოთ რა მოხდება. მე-18-ში თუ არა, მე-19-ში მაინც უნდა გამოჩნდეს ყველა ვარიანტში. ასე თუ ისე, შეგვიძლია დავასრულოთ და გამშვიდობებით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარეს გილაკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.